2009 წელია. 2009 წლის მარტი. საქართველოში ომი ახალი დასრულებულია. რუსეთს დანგრეული აქვს დამატებით საქართველოს, თუმცა იმის თქმა, რომ რუსეთს მანამდე ოკუპირებული არ ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის ამ ტერიტორიების ნაწილი, ესეც ტყუილი იქნება, მაგრამ რასაკვირველია სხვა სოფლებიც მიიერთა, ასე უნდა ვთქვა, და სხვა სოფლებიც მიგვინგრია და რამდენი მსხვერპლი გაიღო საქართველოს 2008 წელსაც, იცით თქვენ, მოკლედ 2008 წლის ომი 7-დან 12 აგვისტომდე, რომელიც მიმდინარეობდა, არ 8-დან, არამედ სწორედაც რომ 7-დან მომხდარია და ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. რასაკვირველია, ეს პოსტ-ომის ტრამვაც დაწყებული გვაქვს, რასაკვირველია, ფსიქოლოგიური უზარმაზარი წნეხის ქვეშა გვაქვს, რაღაც დათრგუნულები, გაუბედურებულები ვართ და გვეიმედება დასავლეთისა, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა, რომელშიც პრეზიდენტი 2008 წლის ნოემბრიდან ხდება ბარაკ ობამა, ეს დემოკრატი კაცი, ხოლო ეს კაცი 2009 წლის იანვრის 21-ში უკვე ოვალურ კაბინეტში. გამოხდა ხანი არასრული 2 თვე, თვე ნახევარზე ოდნავ მეტი და პრეზიდენტმა ობამამ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შვეიცარიაში ჰილარი კლინტონი შეხვედროდა კალანტაროვ ლავროვს, რუსეთის საგარეო საქმეთა მუდმივ მინისტრს, მეთქი ახლა ასე ვიტყვი, თუმცა იმხანად ახალგაზრდას და ახლა კი გვარიანად მობერებულს, წელში მოხრილს ლავროვ კალანტაროვს და ჩაეტანათ იქ რეზეტის რაღაც პატარა მოწყობილობა, რომელზეც არის აწერი ეს წითელი ღილაკია, გინახავთ ეს ფოტო ან ვიდეო კადრი და ორივემ ჰილარი მას თავისი ნატიფი და ლავროვმაც თავისი არანატიფი თითები დააჭირეს ამ რეზეტის პოლიტიკას, ანუ გადავტვირთეთ ჩვენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაო. გადატვირთეს კიდეც და აკი ამის შედეგია 2014 წლის ყირიმის ოკუპაცია, კრიმ возвращается в родную гавань. ყირიმი ბრუნდება რუსეთის წიაღშიო. და მე იქვე იყო გამოტანილი ლოზუნგი, თუ გახსოვთ, მანამდე რეფერენდუმი ჩატარდა, ეგრეთ წოდებული, сначала Крым, а потом уже Рим. Აი, Рим და Крым თუნდაც. იმიტომ сегодня Крым, ესე იყო უფრო დავაზუსტოთ, завтра Рим. დღეს ყირიმი და ხვალ რომი, ეს რუსეთის საერთოდაც გეოსტრატეგიული მიზანი არა, რომში ვერ შეისეირნებენ, მაგრამ ყველგან შეისეირნებენ, სადაც გრძელი ხელი მისწვდებათ. სულ არ მინდოდა სიმართლე გითხრათ ახლა კლინტონ ლავროვის, ობამა პუტინის ურთიერთობების გახსენება, ეს არ არის საინტერესო, უბრალოდ ვეძებდი, როდის მოხდა აღსაყდრება რუსეთის ბანდიტი პატრიარქისა, კირილ გუნჯაევისა, რუსეთის საპატრიარქო ტახტზე, ისი თქვენ რომ არის მთელი რუსეთის, სრულიად რუსეთის და მოსკოვის პატრიარქი და წავაწყდი კი არა, გადავაწყდი ინფორმაციასაც არ მახსოვდა, რომ ის 1 თებერვალს 2009 წელს, სწორედ 2009 წელს, ანუ კლინტონ ლავროვ კალანტაროვის შეხვედრამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე, თვე და 10 დღით ადრე გამხდარა პატრიარქი სრულიად რუსეთისა 79 წლის არის ეს 1956 წლის 20 ნოემბერს პეტერბურგში დაბადებული კაცი. ხო და ეს პეტერბურგში დაბადებული კაცი, ნახეთ, რას ამბობს, გამექცა ამასობაში, ბოდიში, მაგრამ მივაგდებთ. ნახეთ, რას ამბობს. პეტერბურგში დაბადებული კაცი, ბოდიშ ვიხდი, ხმასაც ჩაუწიოთ. ამბობს შემდეგ რამეს. ნახეთ. გულწრფელად გილოცავთ ყოვლადწმინდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე ასვლის წლისთავს მიმართავს ასე, მასზე ასაკიან პატრიარქ ილია მეორეს. თქვენი მრავალწლიანი წინამძღვრობა სულითა და ჭეშმარიტებით ღვთისადმი პატივისცემით მსახურების მაგალითია. თქვენ დაიმსახურეთ სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ საქართველოში, თქვენ ცნობილი და პატივისცემული ხართ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, როგორც გულმოდგინე მთავარ ეპისკოპოსი და ხურვალე მლოცველი. სწორია. კირილიც კი ხანდახან სიმართლეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით იმ ეკლესიებისთვის არის მნიშვნელოვანი პერსონა ილია მეორე, ვისაც, ანუ რომელ ეკლესიასაც აქვს ევქარისტიური კავშირი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან
და მას ილია მეორეს რასაკვირველია მასაკიან მხცოვან პატრიარქს რასაკვირველია დიდ პატივს სცემენ. მაგრამ ერთის მხრივ სწორია ეს წინადადება, მეორეს მხრივ ტყუილია და ტყუილი რომა ამას უკვე შემდგომი წინადადება დაგვიდასტურებს. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დიდად აფასებს თქვენს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს ხალხებს შორის ძმური და კეთილმოზობლური ურთიერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში, შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. მაგრამ არანაირი ჩვენს ხალხებს შორის ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობები რეალურად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი ექსცესების გარეშე უმრავლეს შემთხვევაში გადაადგილდებიან აქ რუსეთის მოქალაქეები მეტწილად კვლავ ვიმეორებ, პუტინის მოწინააღმდეგეები ყოველ შემთხვევაში ასე პოზიციონირებდნენ და პოზიციონირებენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფსბ-ც არის აქ შემოსული, ინფილტრირებული და ჩვენ საზოგადოებაში გარეული, ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ სხვა დროს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ ვერ ატანა რუსული საზოგადოებისა შემდგარი ფაქტია. ვერ ატანა არ ნიშნავს იმას, რომ გააქანებს რომელიმე ინდივიდი ქართული საზოგადოებიდან და ბოთს ზრუზავს რომელიმეს თავში, მაგრამ ჩვენ კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, უკრაინელებს კიდევ უფრო უკეთ აქვთ გასიგრძეგანებული, რომ რუსული საზოგადოება, რუსი ხალხი არის რეალურად ერთ-ერთი მკვლევავი, ან ერთ-ერთი ფაქტორი, ასე ვიტყვით, უგნებავთ იმისა, რომ ასე ესოდენ შლეგი და დედასაიმასქნებელი მმართველობა ჰყავს რუსეთს, ქვეყანას, რომელიც ლიდერიც პერსონალურად მეთქი, ასე ვიტყვი, კლავს ბავშვებს უკრაინაში, კლავს მოხუცებს, კლავს ბავშვებს, მოხუცებს და ქალებს, რომლის ლიდერის გადაწყვეტილებითაც გაიტაცეს 20 და 25 და მეტი ათასი ბავშვი რუსეთის ციხრმეებში და იმ ბავშვებს ავიწყებენ იმას, რომ ესენი არიან დაბადებით უკრაინელები და ცდილობენ, რომ გარდაქმნან დაბადებით რუსებად და არავითარ შემთხვევაში რა არ მოხდა ამ ხნის განმავლობაში, არ აბრუნებენ ამ ბავშვებს საკუთარივე მშობლებს. ამიტომ კირილ გუნძიაევი აქ ტყუის, მაგრამ ეს ფარისევლური ტყუილი მას სჭირდება, რომ ერთგვარად ქათინაური გაუკეთოს ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, მაგრამ რასაც უკვე შემდგომ ამბობს კირილ გუნძიაევი, ეს კიდევ უფრო დიდი ამბავი და კიდევ უფრო მეტად აღსანიშნავია. ამ მნიშვნელოვან დღეს გულწრფელად ვლოცულობ, რომ უფალმა თავისი მადლის სიმდიდრით განაახლოს თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალა. ფიზიკურ ძალაზე ამახვილებს და ყურადღებას მიანიშნებს, რომ შესანიშნავად იციან და რაც შესანიშნავი ცოდნა მას უნდა ყველაფერი ვიცით საბოლოო ჯამში, რომ პატრიარქი დაუძლურებულია და პატრიარქი ასაკშია. პატრიარქი, რომელიც 48 წელია მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ახლა ასაკში შესული საკმაოდ მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილება, სიმართლე გითხრათ, შეიმოსაზრებით ცოტა არაეთიკურიც კი არის და კიდევ ერთი ფაქტორი, თუ პატრიარქის ფიზიკურ ძალაზე ვისაუბრებთ, მაშინ უნდა ვისაუბროთ აუცილებლად მის მოსაყდრე შიოზე, ეს კირილ გუნძიაევთან კავშირში არ არის, მაგრამ მაინც მე გამაგებინეთ ვინმე მახსენით, პატრიარქი არის აბსოლუტურად დაუძლურებული და მოსაყდრე გჭირდება, თუ პატრიარქი პრინციპში მისი კოგნიტური თვისებები არის დამაკმაყოფილებელი და მოსაყდრე არ გჭირდება. 2017 წელს როცა მოსაყდრე დაირჩიეს, ეს შიომუჯირი პატრიარქმა გამოარჩია სხვადასხვა რუსების მონაწილეობით, ილარიონ ალფეევის მონაწილეობით, მაშინ პატრიარქი ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს და ახლა მელაპარაკებით იმაზე, რომ პატრიარქი პრინციპში ხელს აწერს, ან ფაქსიმილეს ასვავს, ან გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს და თუ ეს ასეა, ამ შემთხვევაში შიოს როგორც მოსაყდრის საჭიროება სულაც არ არის. ეს ამ წერილს კირილ გუნძიაევის არ ეხება, მაგრამ ესე რომ არ აღმენიშნა და ამაზეც არ გამემახვილებინა ყურადღება, პრინციპში არ შეიძლება და რუსეთი ჩვენი ისტორიული მტერია, ჩვენი მარადიული ან გახანგრძლივებული მტერია, რომელსაც საკუთარი აგენტურა ყავს, უკლებლივ ყველგან ხელისუფლებაში ხავს და ყავს, აგრეთვე ყველა იმ ინსტიტუციაში, რომელსაც გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე, მათ შორის ეკლესიაშიც ყავს ეს აგენტურა, ამბიონებიდან ყოველი 20 უხეშად ღვთელმსახურიდან 100-დან 99 ლაპარაკობს არა იოანე ოქროპირზე თუ ბასილი დიდზე, სახარებაზე თუ ქრისტეს სწავლებებზე, არამედ ლაპარაკობს იმაზე, რამდენად აუცილებელია შეერთება
საქართველოსი რუსეთთან ანძმური ურთიერთობების განმტკიცება, განახლება ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რაღაცა ეს ვახსენე და რაღაცა ვახსენე პატრიარქი ილია მეორეც და იმაზეც გავაბახვირე ყურადღება, რომ ჩვენ ხალხებს შორის ძმური და კეთილმოზობლური ურთიერთობის ენარჩუნებასა და განმტკიცებაში თურმე პატრიარქი ილია მეორეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი და რუსეთის ეკლესია ამას კი თიდად აფასებს. უნდა გავიხსენოთ თინა კანდელაკიც ამ 5 დღის წინ ეს რუსი ქართველა, უბრალოდ რუსი რეალურად ქართულგვარიანი პროპაგანდის ერთ-ერთი განშტოება წანაზარდი თინა კანდელაკი წარსდგა ბრაჯიკელავიძე პრეზიდენტ პუტინთან თვალების უჟუჟუნა ჩემი აზრით, მაგრამ ამას არ აქვს ახლა პრინციპული მნიშვნელობა და იქ თქვა ერთი საოცარი სიტყვა, საოცარი და პრინციპში მოსალოდნელი ამ 5 წლის წინ მე შევხვდი პატრიარქი ილია მეორესო და მან დამავალაო 5 წელი გამოდის 2020, კაი 2019 წელი, მან მითხრაო, რომ იქნება გადასცე პრეზიდენტ პუტინს, რომ მე ყოველდღიურად ვლოცულობ პრეზიდენტი პუტინისთვისო, მე ყოველდღიურად არა ვარ მღვდელმსახური პირი, მაგრამ ვლოცულობ პატიმრებისთვის. მე არა ვარ და ვერ ვიქნები მღვდელმსახური, მაგრამ მე ვლოცულობ დავრდომილებისათვის, ჯანმრთელობას შერყეულებისათვის, თავისუფლებისთვის, მებრძოლებისათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საპატრიარქოს ჩემი აზრით რაღაცა კომენტარის დონეზე მაინც უნდა უარეყო ის რომ მთავარი პატრიარქი ილია მეორე იმ კაცზე ლოცულობს, იმ კაცსა და ქვეყანაზე ლოცულობს, რომელიც ამომგდებია ჩვენი და ამომგდებია უკრაინელებისა 300, 350, 400,000 უკრაინელია ესეთი ერთი დათვლებით დაღუპული და ვის მიერ არის ის ხალხი მოკლული სწორედ პუტინის მიერ, რომელთან დაკავშირებითაც თინა კანდელაკი ამ სიმართლეს რომ პატრიარქი ლოცულობს ან ამ ტყუილს რომ პატრიარქი ლოცულობს აღწევს, მაგრამ ეს არ არის მთავარი სალაპარაკო ჩემი მე 12 წუთი მიიწურა ამასობაში. უფალმა და ესე იგი ამას უკვე კირილი ამბობს, ამ მნიშვნელოვან დღეს გულწრფელად ვლოცულობ რომ უფალმა თავისი მადლის სიმდიდრით, ფიზიკური ძალა და ასე შემდეგ. გაგაძლიეროთ თქვენს პასუხისმგებელიან საპატრიარქო მსახურებაში. პასუხისმგებლიანი საპატრიარქო მსახურება აქვს პატრიარქი ილია მეორეს 48 წელიწადია უკვე არავინ უარყოფს ამას, მაგრამ რუსეთი ხო ჩვენი ძმა არის, რუსეთი ხო ჩვენი მეგობარია, ჩვენ ხომ გვაქვს შექმნილი Facebook-ზე ხომ არის შექმნილი ასეთი ვებ გვერდები, კი არა სოციმედიის გვერდები, პატრიარქი ილია მეორე, გაუმარჯოს ილია მეორეს, გვიყვარს პატრიარქი, მე მიყვარს ჩემი პატრიარქი, მე ვეთაყვანები ჩემ პატრიარქს, გიждები ჩემ პატრიარქს და მსგავსები ხა. ყველა ამ სახელწოდებისა შესაძლოა არა და მეც უნდა უტრინება მოვახდინე, მაგრამ უნდა მომიტევოთ. ამ Facebook გვერდებზე შესული მომხმარებლის უმრავლესობა 99% იმავდროულად არის ქართული ოცნების მომხრე და მეცაც გეტყვით ამ ქართული ოცნების მომხრეთა ამ ნაწილის 95% თუ 99 არა თუ 100 არა საქართველოსა და რუსეთის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს მათ შორის საეკლესიო ურთიერთობების მომხრე როა ესეც ხომ ფაქტია და ეს ყველაფერი შეფუთულია აი ამ სლოგანის ქვეშ მე მიყვარს ჩემი პატრიარქი თუ ილია მეორე არის საუკეთესო პატრიარქი თუ რაღაც მსგავსი სლოგანის თუ გვერდებშია ეს ყველაფერი მოქცეული სლოგანშია შეფუთული და მე მინდა გკითხოთ თუ ეს 100-ია როგორ გონიათ რუსეთის პატრიარქმა კირილე გუნძიაევა რომელიც ბანდიტია როგორ მოიხსენია საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნიტარესი ილია მეორე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქია იცით თქვენ და ის ამავდროულად არის მთავარეპისკოპოსი მცხეთა თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და სხუმ-აფხაზეთისა ამ სრული ტიტულის დაცლად კირილეს წერილში აღნიშნულია მხოლოდ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე და დანარჩენი ტიტულატურა უბრალოდ მოხსნილია რატომ 2020 წელს თუ არ ვცდები უკაცრავად 2000 წელს 1999 წელს ილია მეორეს ჰქონდა ინიციატივა რომ ჩასულიყო აფხაზეთში და მოენახულებინა ის ეკლესია მონასტრები რომლებიც ოკუპანტების ხელშია ახლა მოქცეული და რომელთა ნაწილსაც ხოლო შორის იმ ხახვისთავიან გუმბათებს ადგამენ რუსები მთლად გულახდილები თუ ვიქნებით ეს ინიციატივა ეს სურვილი ჰქონდა მაგრამ ილია მეორე ამას ვერ გააკეთებდა ვერ გააკეთებდა და უნდა შეეთანხმება უკიდურესად ვერ გააკეთებდა და ეს ყველაფერი რასაკვირველია უნდა შეეთანხმებინა სხვა ბანდიტთან რუსეთის საპატრიარქოსთან ზოგადად და საქართველოსთან დაიწყო მოლაპარაკებები ამის თაობაზე ეს არის 1999 წელი ანუ ვარდების რევოლუციამდე და რუსეთიდან დაუქნიეს თითი
ილია მეორესაც და მაშინდელ საქართველოს ხელისუფლებასაც დაუთხრეს გაბედავთ და ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას, ანუ პატრიარქ ილია მეორეს უსაფრთხოებას და საერთოდაც მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ასე ღიად უცებს მართლმადიდებელი ეკლესია, ასე ღიად არ ამყარებს არანაირ კავშირს, თითქოს არ ამყარებს არანაირ კავშირს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი იურისდიქცია ვრცელდება, ან უნდა გადავრცელდეს გალს იქით იმ სიწმინდეებზე, იმ ეკლესია-მონასტრებზე, ზოგადად იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორია იყო, არის და იქნება უბრალოდ რუსებს, მათ შორის კირილ გუნძაევის რუსებსაც, კირილ გუნძაევის მიერ ნაკურთხ რუსებსაც აქვთ ეს ტერიტორია ჩვენთვის დროებით წართმეული. ნახვამდის.